სინოდის წევრმა არც ერთი კანდიდატი არ შემოხაზა, ის თვლიდა, რომ მათზე უკეთესი კანდიდატებიც არსებობდნენ? არ ვიცი მე ის რას თვლიდა. ყოველ შემთხვევაში ვერ გეტყვი. თუ ეს იყო მისი გარკვეული პროტესტის ფორმა, არ ვიცი, მე ამას ვერ შევაფასებ, იმიტომ მე რომ ყოფილიყავი, ვთქვათ, მე შევაფასებდი ჩემ თავს, მაგრამ სხვას ვერ შევაფასებ, მე უბრალოდ ვიცი, რომ ეს ერთი ხმა რომ არც ერთ კანდიდატს არ მიეცა. და ეს არის და ეხლა მიუხედავად ამისა ის ვინც არ უნდა იყოს ჩვეულებრივად სინოდის წევრია და რომ გაგრძელდება ჩვენი სხდომები და ასე შემდეგ, მას ექნება თავისი აზრი, ექნება თავისი პოზიცია, კენჭისყრებში მიიღებს მონაწილეობას და ყველაფერს, ანუ აღიარებს ის ადამიანიც ამას ყველაფერს, რაც მოხდა. მე უნდა გითხრათ, რომ სასიხარულო რამ მოხდა. და კიდე ისიც მინდა გითხრათ, რომ აი რაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ და აი სული ესეთი დატრიალდა, აი ესეთ სული გაგრძელდა, ამ სულით მოქმედებ დღეს. ეს არის ყველაზე სასიკეთო. და ხალხიც ამას გძნობს და უხარია და თქვენ რო გენახათ რა ხდებოდა, ესე იგი სადაც ეს იმართებოდა სამების ტაძარია, ხო და იმ შემთხვევაში იყო დიდი დარბაზი, რომელიც ამხელა, ასე იგი, მოვლენას აღწერდა და წარმოაჩენდა და იქ ხომ ეს შემთხვევით ვიღაცას რაღაცაზე ტაში დაეკრა, ვიღაცას რაღაცა, ეს არ არსებობს ჩვენ შორის, ასევე ტყუილა ვინმე ტაში დაუკრას. ეს თვითონ იყო ძალიან ისეთი აღფრთოვანება, სიხარული და შემდეგ ეს არის ავანსი მეუფეშიოსთვის, ახალი პატრიარქისთვის. ეს არის ავანსი ხალხისგან სიყვარული და სინოდისგან თანადგომა. როგორ უნდა გამოიყენოს ეს ავანსი? თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და როგორ ფიქრობთ, რამდენად